მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით თუ რამხელა ძალისხმევას იჩენს საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ეგრეთ წოდებულ დალაგებასთან დაკავშირებით. სინამდვილეში ყველას კარგად ესმის, ვინც მეტნაკლებად ჩახედულია საგარეო პოლიტიკაში, რომ ესე არ ლაგდება ურთიერთობები, პრობლემები ძალიან ბევრია დახოვებული, სისტემურ ხასიათს ატარებს, შესაბამისად მხოლოდ მლიქნელური შეძრომები და ვითომ ტრამპის რიტორიკის ტალღაზე დაჯდომა მხოლოდ და მხოლოდ რიტორიკულად არ არის საკმარისი ამ ყველაფრისთვის. ჩვენ ვიცით ამერიკული პოლიტიკის ისტებლიშმენტის განწყობები, ძალიან მძიმე განწყობები რბილად რო ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლების მიმართ და არა მხოლოდ კონგრესმენები და სენატორები მყავს ხედველობაში, არამედ ტრამპის გარემოცვაშიც გარემოცვის უმრავლესობა ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი. შესაბამისად შეუძლებელია ახლა ჩვენთან მიუხედავად იმისა, რომ მათი კომპეტენცია ეჭქვეშ დგება, ხო, ზოგადი კომპეტენცია არ ესმოდეთ, ხო, საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ყველაფერი, მაგრამ ტაქტიკური ამოცანა არც არის რეალურად რაიმეს გაკეთება, ტაქტიკური ამოცანა ეგრეთ წოდებული კარწინკის დადება, რომ თითქოს ეს ურთიერთობები დალაგებადი და მოგვარებადია, ხო, ამას ემსახურებოდა ეს ტრამპ ტაუერის თემა, როდესაც ესე რომ ვთქვათ ტრამპის ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც მშენებლობა პოლიტიკასთან დააკავშირეს და ამით უნდათ რაღაც ესე რომ ვთქვათ პოლიტიკურ გარღვევად გაასაღეს ეს ყველაფერი. ეხლაც დაახლოებით იგივე ისტორიას ვაკვირდებით. ერთი ამბობდა, რომ აპრილის ბოლომდე რაღაცა იქნებაო, ეს არ მოხდა. ეხლა მეორე ამბობს, რომ აი მაისის ბოლომდეო, მერე მესამე გამოვალვა და ივნისის ბოლომდეო იტყვის და აი ამ გადაგორების რეჟიმში იქნებიან მუდმივად სამწუხაროდ, ხო? სინამდვილეში ეხლა სახელმწიფოებრივად რო აზროვნებდეს ჩვენი ხელისუფლება, ის პირველ რიგში უნდა იცავდეს კანონს, ხო? და რა გვიწერია ჩვენ კონსტიტუციაში? კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფალმა იმისათვის, რომ მოხდეს დაჩქარება საქართველოს ინტეგრაციის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ანუ ჩვენი გზა არის ევროპისკენ. ამ დროს ევროპაზე არათუ ლაპარაკი აღარ არის, არამედ ყოველდღურად ხდება ევროპის დემონიზება, მისი დისკრედიტაციის მცდელობა, ხელისუფლების წარმომადგენლების, მისი სპიკერების რიტორიკაში ფაქტობრივად იგრძნობა საბოტირება ევროპული გზის და ევროპული გზის საბოტირება თავისთავად კონსტიტუციის დარღვევას ნიშნავს, ხო, ბევრად უფრო მძიმე დარღვევას, ვიდრე ისინი აძალებენ ქართულ საზოგადოებას, რომ თუ ჩვენ არ გვცანით როგორც ხელისუფლების, ესე რომ ვთქვათ, წარმომადგენლები ამ შემთხვევაში რაღაც სისხლის სამართლებრივ დევნასაც კი დაიწყებენ, ხო, რაც დემოკრატიული სახელმწიფოების აბსოლუტურად არადამახასიათებელი ნორმაა და თვითონ ამ დროს ფაქტობრივად ყოველდღიურად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას და მე ღრმად ვწავს იმისა, რომ მალე დადგება დრო, როდესაც ამაზე დადგება რეალური პასუხისმგებლობა და არა მხოლოდ პოლიტიკური, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ციტატა შეიძლება მოვიყვანოთ, ძალიან ბევრი ქმედება მოვიყვანოთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, სადაც კონსტიტუციის არა ევროპის, არამედ კონსტიტუციის საბოტაჟს, პირდაპირ საბოტაჟს, უხეშ საბოტაჟს ჰქონდა ადგილი მათი ქმედებებით. თვითონ კობახიძის განცხადება, როდესაც მან შეაჩერა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები, აშკარა წინააღმდეგობა შედის საქართველოს კონსტიტუციასთან და როდესაც ის ხელისუფლებაში არ იქნება, მე ვფიქრობ, რომ მისი მათ შორის შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დადგეს თუნდაც აი ამ განცხადების და შესაბამისად იმ ქმედებების გამო, რაც მოყვა შემდგომში ამ განცხადებას. ჩვენ მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ აი ეს ნეგატიური, მე ვიტყოდი სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის დამანგრეველი პროცესები შეჩერდება და ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალური ევროპული განვითარების გზას. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით. თქვენ შეგიძლიათ ეს გადაცემა იხილოთ აგრეთვე
პალიტრა ნიუსის YouTube არხზე. საინტერესო არხია, იქ ბევრი სხვა საინტერესო მასალაც შეგიძლიათ იხილოთ.